ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სტუდიაში ქედის მუზეუმის კარი პირდაპირ მნიშვნელობით გაიღება. გადაცემის სტუმარი არის ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, ისტორიის დოქტორი, ბატონი ვაჟა ფარტენაძე. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით დღეს ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი პატივია ჩემთვის თქვენს რადიოში მოწვევა და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ვისაუბრებთ მუზეუმის მუშაობაზე, არქეფაქტებზე და იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ ისტორია და გავუზიაროთ სხვებს. მე და თქვენ საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს, თანამშრომლობითი, ნაცნობური, მეგობრული და ასე შემდეგ და რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თქვენისთანა გამოცდილების, ცოდნების, პრაქტიკული უნარების მქონე ადამიანს დარწმუნებული ვარ, გექნებოდათ ბევრჯერ შემოთავაზება, ვთქვათ, მუნიციპალიტეტი დაგეტოვებინათ და წასულიყავით მეგაპოლისებში, თუნდაც ბათუმში, თბილისში და სხვა მიმართულებით, ან თუნდაც ამ მიმართულებით გემუშავათ. რამ განაპირობა ის, რომ თქვენ დღემდე ქედაში ხართ და იმ საქმეს აკეთებთ გულწრფელად, რაც ძალიან გიყვართ. მართლაც კიდევ ერთხელ დიდი პატივია მეთქი, ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთობა და ჩვენი ნაცნობობა, მადლობა უფალს ასეთ საზოგადოებასთან, რომ მიწევს ურთიერთობა. დიახ, მე დავიბადე და გავიზარდე ქედაში. აი, ყველა ჩემი მიღწევა ნაბიჯის ადგმა ქედიდან დაიწყო. და დავიწყე ისეთ საქმეს მოვკიდე ხელი, რომელიც პირველმა მე წამოვიწყე და მინდა რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. აი, როცა დავინახავ რომ მე ჩემს რესურსს ამოვწურავ ამ საქმეში, თვითონვე ვეცდები რომ შევიცვალო სამსახური და პროფესია. მართლაც იყო შემოთავაზებები კვლევით ინსტიტუტში თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მე მაინც ვარჩიე რომ აქ უფრო გასაკეთებელი ბევრი მქონდა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის თქვენი პასუხი. აი, სულ რომ წარსულში გადავიდეთ, საიდან დაიწყო თქვენი კავშირი მუზეუმთან? ჩემი კავშირი მუზეუმთან, იცით, როცა გავხდი სტუდენტი ისტორიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მიზანიც იყო რომ გამხდარიყავი არქეოლოგი. და პირველივე კურსიდან და მეორე კურსზე უკვე სამეცნიერო ნაშრომი დავწერე საერთაშორისო მნიშვნელობისა და აი უკვე მაშინ მივხვდი რომ როცა აღმოჩენა გავაკეთე და ეს წავიღე ბათუმში, მე ვიფიქრე რომ შეიძლება რატო წავიღებ ბათუმში, როცა ჩემი კუთხე, ჩემი რეგიონი, ქედა ასე მდიდარია ნივთებით, სამუზეუმო ექსპონატებით და რატო წავიღებ სხვაგან და ვიზრუნოთ რომ შევქმნათ ქედაში მუზეუმი. კი ბატონო. და საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს დღეს ჩვენი მუზეუმი. ტურისტების ნაკადიც არაკლია და ვფიქრობ ამ მიმართულებით კიდე ბევრს გააკეთებთ. აი, თქვენ რომ ახსენეთ, მინდოდა არქეოლოგი გამოვსულიყავიო, ცოტა არ იყოს ჩემთანაც ახლოს არის ეს ამბავი, იმიტომ რომ ბავშვური ოცნება მქონდა მეც რომ გამხდარიყავი არქეოლოგი, თუმცა რეალობა სულ სხვა არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად ცხოვრებაში სურვილები და შესაძლებლობები უნდა დაემთხოს ერთმანეთს, რომ პროფესიით ვიღაც გამოხვიდე. ამიტომ მიხარია, რომ თქვენი ეს სურვილი ახდა და დღეს საკმაოდ წარმატებული პიროვნება ბრძანდებით. ეხლა მინდა ვისაუბროთ ისტორიის ისეთ პერიოდზე, რომელიც თქვენთვის არის ყველაზე საინტერესო და თან რომ მითხრათ რატომ. იცით რა, ქვეყნის განვითარებას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა, ხო? აი, საიდან დაიწყო, ეხლა ზოგადად რო ვთქვათ, ხო? ქვის ხანიდან და ყველაფერი შეძლო ადამიანმა და ცივილიზაციებამდე მიაღწია. დიახ, არის ჩამოყალიბება და განვითარების ეტაპიც, ეხლა რომ გამოვყოთ, ცოტა რთულია გამოყოფა. ყველა ეტაპი კარგია, რომ მიმდინარეობდა განვითარება და მიაღწიეს რაღაც იმ განვითარებულ პერიოდს. აი, რასაც ვეძახით შუა საუკუნეებს. განვითარებული შუა საუკუნეები. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე საზოგადოებამ იმ პერიოდისათვის მიაღწია პიკს, მიაღწია შეძლო ის რისი გაკეთებაც უნდოდა. და ყვაოდა ქვეყანა, ყვაოდა ჩვენი კუთხეც და სწორედაც ეს პერიოდი მდიდარია ისტორიული მასალებით, თუნდაც ეს ისტორიული იყოს, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური თუ სხვა.
აუარებელი მასალები გვაქვს ამ პერიოდისათვის ჩვენ. და ალბათ ამან განაპირობა ისიც რომ ეს პერიოდი გიყვართ განსაკუთრებით. მიყვარს რა, დიახ. უფრო მეტი არეალი გაქვთ ანალიტიკისთვის, მუშაობისთვის, ალბათ ძალიან ბევრი. ძალიან კარგი. ალბათ ამ საუბრიდან ჩვენს მსმენელს გარკვეულწილად თქვენს პიროვნებაზე, ღირებულებებზე, დამოკიდებულებებზე გარკვეული წარმოდგენა შეექმნება და ამის ეს მიზანიც გვაქვს სწორედ რადიოს საშუალებით გავაცნოთ ისეთი ადამიანები ჩვენი ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, რომლებიც ჩვენს გარემოში ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ. ეხლა კი ვისაუბროთ მუზეუმის მუშაობის სპეციფიკაზე, რას თავაზობთ თქვენთან მოსულ სტუმრებს, დაინტერესებულ ადამიანებს და რა არტეფაქტები არის დაცული მუზეუმში, ამის შესახებ რომ უფრო რთულად გვესაუბროთ. ჩვენი მუზეუმის ასაკი არც ბევრია და არც ცოტა. სულ რაღაც 25 წელი გავიდა დაფუძნებით. მაი სიმბოლურად დღევანდელი დღე 1999 წლის 1 აგვისტო არის მუზეუმის დაფუძნების დღე. აი ეს პერიოდი განვლეთ ჩვენ, როცა მუზეუმი შეიქმნა, ღია სივრცე თითქმის არაფერი არ ჰქონდა და სკეპტიკოსებიც ძალიან ბევრი ყავდა, ხელჩაქნევით მიყურებდა თუ რა უნდა გაკეთდეს, რას უნდა მიაღწიოთ. მაგრამ მუხჩაუხრელმა შრომამ მიგვიყვანა იმ დონემდე, რომ დღეს 7000-მდე ექსპონატი ირიცხება ჩვენს მუზეუმში. 7000-მდე ექსპონატი. ეს რა თქმა უნდა კეთილი ხალხის დამსახურებაც არის თანადგომა, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენს მიერ მუხჩაუხრელი შრომა. ჩავატარეთ ჩვენი მუზეუმის ეგიდით არაერთი 4, 5, 6 არქეოლოგიური ექსპედიცია. ყველა წელიწად ვაწყობთ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს, მუშაობთ საზოგადოებასთან, ვაწარმოებთ ხალხიდან ექსპონატების შესყიდვასაც კი ეს რაღაც რა თქმა უნდა მიზერული თანხებია, მაგრამ საზოგადოების ინტერესი რომ გაძლიერდეს, აი ამასაც კი ვაკეთებთ და დღეს უკვე 6000-მდე ექსპონატი. ეხლა რაც შეეხება მნახველს, მუზეუმი ცოტა ისეთი თემაა, რომ უნდა გათვალო ყველა ტიპის მნახველისათვის პროდუქცია მოამზადო. არიან წმინდა სპეციალისტების შემოვლენ და აი მათთან გესიამოვნება, მათთან საუბარი შეხვედრა. არიან ზოგადი მნახველები, რომლებიც უბრალოდ მოდიან და ათვალიერებენ და მიდიან, მაგრამ აი უნდა შექმნა ის გარემო, რომ ყველა მნახველისათვის საინტერესო იყოს. ასაკობრივი ჯგუფებისათვისაც უნდა იყოს საინტერესო. ამდენად ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მნახველს თავისი პროდუქტი დავახვედროთ. კი ბატონო. მუზეუმში დაცულ ექსპონატებთან მეც მქონია შეხება, იმიტომ რომ მეც ქედის ნაწილი ვარ და საინტერესოა ჩემთვის ამ ექსპონატების ნახვა და ვიტყვი რომ აი საინტერესოდ არის დალაგებული ყოველი ექსპონატი პერიოდების მიხედვით, რაღაცა არის უახლესიც, სულ ნეოლითის, პალეოლითის თუ ასე შემდეგ ეს დიდად ვერ ვერკვევი ახლა გულწრფელი რომ ვიყო, მაგრამ გიდის ახსნის შედეგად გარკვეული წარმოდგენა შემექმნა და ბევრჯერ მინახია თქვა სკოლებიდან მოსული მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებლებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და ასე შემდეგ. აი როგორი ურთიერთობა გაქვთ სკოლებთან, უნივერსიტეტებთან? საინტერესო არის ამ გამოცდილების გაზიარება და რა პრაქტიკას ფლობთ ამ მიმართულებით? ძალიან კარგი კითხვა და თუმე მართლაც ღირდა თქვენს რადიოში მოსვლა, წარმატებებს გისურვებთ. დიახ, განსაკუთრებული არის საზოგადოებასთან მუშაობა და კომუნიკაცია, მუდმივ კავშირზე უნდა ვიყოთ, რომ მიიღონ ინფორმაცია მუზეუმის შესახებ. ეხლა რაც შეეხება სკოლებს, უნივერსიტეტებს, მნახველებს, აი რამოდენიმე წლის წინ, ალბათ 10-12 წლის წინ სპეციალური ტრენინგები გავიარეთ ჩვენ და სერტიფიკატები გადმოგვეცა იმასთან დაკავშირებით, თუ მუზეუმში შემოსული საზოგადოებასთან, აი მნახველებთან, იქ განაწილებული იყო ბაგაბაღის ბავშვების დონე, სასკოლო დონეებით 3 ეტაპად გავლილი, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისა და თავისუფალ მოქალაქეებთან მუშაობის შესახებ. რა თქმა უნდა, როცა ბავშვი მოდის პატარაა, ხო, იმას იმ დონეზე უნდა
ესაუბრო რომ დააინტერესო ის იმ სპეციფიკას ვერ წარმოება თავისი უნდა ბავშვის თვალებში უნდა ამოიკითხო თუ აი რომელი კუთხეა მისთვის საინტერესო იმითი დააინტერესო და ამომწურავად პასუხები გასცე და თვითონაც ასაუბრო და ესაუბრო მაგრამ აი როცა იზრდება თაობა იმას შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდო კიდე და ძალიან კარგია თუ უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს მოსწავლე ახალგაზრდობის დაინტერესება მუზეუმში მოსვლასთან დაკავშირებით. ყავს ბავშვები, მნახველები, მაგრამ შეიძლება რომ უფრო მეტი ბავშვებიც მოვიდნენ და ითანამშრომლონ ჩვენთან. რაც კუთხისადმი სიყვარულს გაუჩენს და სიძველეებს დაინახავენ უფრო კარგად. ბატონო ძალიან მართავს ამბობთ, იმიტომ რომ აი მე რომ ვთქვათ ვიყო ბავშვი ან ბავშვი როცა ვიყავი, ჩემთვის უფრო გასაგებიანით როცა მიხსნიდნენ, ის იყო მისაღები და ადვილად აღქმადი და ისტორია მიგნება ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა აუდიტორიას თავისი ენით უნდა ესაუბრო. კი. ხარია რომ ასე ხდება. კი ბატონო. აი მარტივ მაგალითსაც გავაკეთებ. აი როცა ბავშვს ესაუბრები, დაუშვათ მერვე კლასამდე ბავშვების ასეთი დავალება გავიარეთ, მაშინ რომ აი შემდეგ უნდა შეეკითხო ბავშვს, აი თუ რომელი ექსპონატი მოწონდა და რატომ. აი ეს დიდი ღირებულება, აი მოწონდა მას და რატომ მოწონს, ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო, რომ აი მასში გაცოცხლდეს სიძველის სიყვარული. კი ბატონო, რაღაც მიზეზ შედეგობრივი კავშირი დაანახოთ თვითონ. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. ეხლა კი ისევ მინდა ამ მუზეუმის კოლექციას დაუბრუნდე და აი თქვენთვის რომელი ექსპონატი არის ყველაზე ღირებული? ცოტა უხერხული კითხვა, როცა ისტორიის ძალიან კარგად მცოდნეს ამას ვეკითხები, მაგრამ არის ხომ რაღაცები, რაც გამორჩეულია და გულთან ახლოს არის. იქ რაც შეეხება ექსპონატებს და მუზეუმს, საგამოფენო დარბაზს, როგორც ჩვენ ვახსენეთ, 1999 წელში არაფერი არ არსებობდა. ერთი ექსპონატიც კი. და ეხლა ექსპონატის გამოყოფას ვერ გამოვყოფ ვერც ერთს. იქ ცოცხალი არსებები არიან ყველა. ჩემთვის ყველა არის ცოცხალი არსება. ასაკის და სიძველის და სიახლის მიუხედავად. ისინი ყველა საინტერესონი არიან და ყველა ძვირფასები არიან, მე მათთან ვსაუბრობ. ისინი ძალიან დიდ ინფორმაციას მაძლევენ მე, რომელ ინფორმაციასაც შემდეგ ვაწვდი საზოგადოებას. ის არის ჩვენი წარსული, ჩვენი ქვეყნის წარსული, ჩვენი ქვეყნის სიძველე, რომელმაც კარგი მომავალი დაგვიბედა და დაგვიარსა. საინტერესოებია ყველა იმდენად რომ აი ჩვენს მუზეუმში გამოფენილი 7000 ექსპონატია საუბარი ყველა არის ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული. აი ესენი მოგვითხრობენ ქედის წარსულზე. საინტერესოა იმითი რომ მაგალითად ბრინჯაოს ნივთები, ბრინჯაოს ხანას რომ ვუწოდებთ ჩვენ, რომელიც კოლხური ცივილიზაციის კერა და საფუძვლები არის და სწორედაც ერთ-ერთი განშტოება კოლხური ცივილიზაციის ბრინჯაოს პერიოდისა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოდის. რომ 3000 წლის წინ, ეხლა ასე მარტივად ზოგადად რო ვთქვა, 3000 წლის წინ ქედის ტერიტორიაზე იყო სახელოსნოები, სადაც მზადდებოდა ბრინჯაოს ნივთები. რომელი ნივთებიც გამოიყენებოდა ადგილზე და წარმოიდგინეთ თქვენ გადიოდა ქვეყნის გარეთაც ხალხო და ამიტომ გადიოდა საჭიროებისა და აქ დამზადებული ცულები, აქ დამზადებული ბართოხი, აქ დამზადებული სამკაულები, რომლის ნიმუშები ჩვენ გამოფენილი გვაქვს ჩვენს მუზეუმში, აი ეს ნივთები მზადდებოდა ადგილზე, რადგან მისი დამზადების ყალიბებიც გვაქვს აღმოჩენილი. და ყველაზე მთავარი ის რომ ქედის ტერიტორიაზე არის ფერადი ლითონის საბადოები. ხდებოდა მოპოვება, მიწიდან გამოყოფა მისი, დამუშავება, საბოლოო სახემდე მიყვანა და გატანა ბაზარზე. ასევე შემდეგ განვითარება იწყო ანტიკურმა პერიოდმა, თუნდაც თიხის დამუშავება, თიხის საწარმოები არსებობდა. შემდეგ წამოვიდა და რკინა იყო, ასევე რკინის დამუშავებით გამორჩეული კუთხეა, ჩვენი კუთხე და ამიტომ ყველა და ყველა საინტერესოა, ყველა ნივთი და ყველა ექსპონატი. კი ბატონო, ამის მოლოდინიც მქონდა და ეს იყო ერთგვარად რიტორიკული შეკითხვა, რომლის პასუხი თავიდანვე ვიცოდი, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ისტორია და თავისი კუთხე ძალიან უყვარს, რაღაცა გამოარჩიოს და იმ ბევრი კარგიდან რომელიმე არჩიოს, ვფიქრობ, რომ შეუძლებელი არის და მადლობა გულწრფელი პასუხისთვის.
ბატონო ვაჟა ძალიან კარგად გვამოგზაურეთ ამ წარსულში, აწმყოშიც და ჩემთვის და ასევე რადიო მსმენელებისთვის საინტერესო იქნება თქვენი სამომავლო გეგმები მუზეუმთან დაკავშირებით. რა ინიციატივები გააქვთ ან ზოგადად რას გეგმავთ მუზეუმის განვითარებისთვის და უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის? ძალიან კარგი, თუ ასე ინფორმაციული და აკადემიური გამოვიდა ჩემი საუბარი, ჩემი 30 წლიანი მუშაობის გამოცდილების შედეგი არის ალბათ ეს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, რომ ქედა და ქედელები ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენს. ქედა არის უპირველეს ყოვლისა. მე ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. აი კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენს მუზეუმში გამოფენილი 7000-ივე ექსპონატი ქედის ტერიტორიაზე მოპოვებული. მხოლოდ დოლოგლიდან დანდალომდე ჩვენ არ ვწდებით ამ სივრცეს და ჩვენი მუშაობის არეალიც აქ იქნება. როცა მუზეუმი გაიხსნა და დაფუძნდა 99 წლის 1 აგვისტო არასდროს დამავიწყდება, ერთი პატარა ოთახი მოგცეს, აი სადაც დღეს ახალი მუზეუმის მშენებლობა არის გადაწყვეტილი, მხოლოდ იქ რაღაც მუსიკალური ოთახი იყო, სამუსიკო სკოლის ოთახი იყო თუ რაღაცა, გადაიყვანეს, მაგრამ და აი ერთ 60 კვადრატიან ოთახში დავბინავდით. დავიწყეთ მუშაობა, წარმონივთები, რაღაცას ვაგროვებდით, ხალხში გავდიოდით და 2003 წლისათვის დროინდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ საჭიროებას ქმნიდა კარგი ფართის მუზეუმი გაკეთებული იყო ქედისათვის და სწორედ მაშინ მოხდა გადაწყვეტილება, ამისათვის დიდ მადლობას ვეუბნები იმ დროის ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ჯემალ გვარიშვილს, მისი ინიციატივით ქედის მუნიციპალიტეტისში არსებული რაიონი უნმაღის შენობის მთლიანი 300 კვადრატი ფართი გადმოეცა მუზეუმისათვის. თუმცა ძალიან სარემონტო იყო, მოხდა ამისი გარემონტებაც, დადო პირობა ამ კაცმა, მოხდა მისი გარემონტებაც და სწორედ 2004 წლის მაისიდან დავიდეთ ბინა ამ მუზეუმში. იმ დროისათვის ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგი კი არა, ვერც კი ვავსებდით ამ შენობას. ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. აი ეს მუზეუმის შეივსო მასალებით ასე ვთქვათ გაგვიმრავლდა ნახველებიც და დღესდღეობით უკვე ამ გამოწვევებს ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე გამოწვევებს და ვფიქრობთ რომ საჭიროა და ახალი მუზეუმის შექმნა და ახალი მუზეუმის გაკეთება თან ისეთი ფართი და ისეთი ტერიტორია, სადაც ახლა არის გათვალისწინებული. იმიტომ რომ მუზეუმს თუ ეზო ექნება, ძალიან კარგი იქნება, რადგან ეზოს შესაბამის ექსპონატებსაც მოვაწყობთ, ხო? იქ არის რაღაცა სამჭედლოს გაკეთება იქნება თუ ქოხი თუ ნალია თუ რაღაცები, აი ყველა ფორმით მოვახდენთ ამის მთლიან დატვირთვას. არის იდეა, არის შენობა გამოყოფილი, არის ადგილი და ვფიქრობთ რომ მალე ვიზეიმებთ მუზეუმის ახალ მოსახლობასაც. კი, ძალიან გამიხარდება და შემდეგი სტუმრობა ალბათ მაგ თემაზეც შეიძლება რომ გავაკეთოთ და ვისაუბროთ. ძალიან კარგია რომ ამდენ სასიკეთო ამბავთან ერთად იმ გამოწვევებზეც საუბრობთ, რომელიც ამ წუთას, ვთქვათ, როგორც მუზეუმის დირექტორს ფაქტის წინაშე ხართ ამ გამოწვევების და მადლობა რომ ეს აღნიშნეთ და იმედი მაქვს რომ ისე დაალაგდება და მოგვარდება ეს ამბავი. როგორც თქვენ წარმოგიდგენთ. კი და თანამედროვეობას აუბამთ მხარს, თანამედროვეობას გავუგებთ, მივხვებით და ვფიქრობთ რომ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ მუზეუმს შევქმნით. ხო, ეხლა მინდოდა თან მეკითხა და ძალიან კარგი გადასვლა არის. აი მაგალითად ხომ არ გიფიქრიათ გაციფრულებაზე. ეს ცოტა სამომავლო გეგმა არის, მაგრამ მაინც მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი ისტორიულ ნივთებს ინახავს, არტეფაქტებს და ასე შემდეგ, გაციფრულების მიმართულებით თუ გაქვთ ნაფიქრი? ნაფიქრი გვაქვს და აი სპეციალისტების ერთადაც კი გვისაუბრია. ყველა ექსპონატი და ყველა კარადასთან მივედით ერთად, ვისაც შეეძლო ამისი კარგად წარმოჩენა და აი ჩემთვისაც ახსნა, იმიტომ რომ მე არა ვარ ახლა IT-შნიკი და ამიტომ მე დილეტანტის დონეზე ვსაუბრობდი, მაგრამ როცა გავიგონე აი სპეციალისტები და ძალიან კარგი რამ გამოვა თუ ეს მოხდება გაციფრულება ამისი მოსული სტუმარზე
უფრო მეტ თვითონვე აი სტუმარი ჯერ გაეცნობა ამ ყველაფერს და აი მას გაუჩნდება კითხვები უკვე რომელი კითხვებზე გაცემაც მოგვიწევს ჩვენ პასუხი თუ გამომწურავად არ იქნება ჩადებული ამ ტექსტებში ძალიან კარგი რამ იქნება თუ ამას მივახსოვოთ მაგრამ მე მჯერა აი საიდან მოვდივარ ხო კი საიდან დავიწყე და სად მოვედით და მე მჯერა რომ სულ მალე ამას ყველაფერს მივახსოვთ და აი თანამედროვე მუზეუმსაც შევქმნით კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, რომ 60 კვადრატიდან დავიწყეთ იმ ფართიდან და დღეს საკმაოდ დიდ ფართს ფლობ და ესეთი ამბიციური გეგმებიც გაქვთ. ამიტომ ყველაფერი წინაა ვფიქრობ. და ასევე ისიც მინდა აღნიშნო, რომ ალბათ ამ გაციფრულებაში, როცა ამბობთ, რომ თქვათ QR კოდით რაცა დაასკანერონ, ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ ექსპონატზე, ენობრივადაც ადაპტირებულს გულისხმობთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, რამოდენიმე 3-4 ენა უნდა იყოს ჩადებული. ხო, იმიტომ რომ გარდა ქართველების ამ მუზეუმში ბევრი უცხოელი სტუმრებიც მინახია. ამ ყველაფრის შემდეგ მინდა რომ რაღაცა პირად შთაგონებებზე ვისაუბროთ. ეს არის ძალიან პიროვნული, გულის სიღრმეში და საკუთარ თავთან აღიარებული. მე როგორც არა ისტორიკოს ამ სფეროში, ცოტა შორს მდგომ ადამიანს, ბევრჯერ მიფიქრია რაღაც ისტორიულ პირებზე, ვისთანაც საუბარი შეიძლებოდა და რაღაც ისეთი კითხვების დასმა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან იწვევს გაუგებრობებს ან რაღაცა გაურკვევლობას. აი თქვენ როგორც ისტორიკოს და ამ სფეროში საკმაოდ დიდი ინფორმაციის და ცოდნის მქონე ადამიანს, რომელ ისტორიულ ფიგურასთან გინდათ დღესაც შეხვედრა, აი ამის შანსი რომ მოგეცათ. ცოტა არა რეალურ სამყაროში რომ გადავიდეთ და რა კითხვას დაუსვამდით მას. ნუ თანამედროვე სპეციალისტებთან გვაქვს მუდმივი კავშირი ქვეყნის მასშტაბით და ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, რომლებთანაც გამოცდილებას ვღებულობთ. დღესაც ეს ისეთი სფეროა, რომ გამოცდილება საკუთარი პრაქტიკას დიდ გამოცდილებას გაძლევს. მათთან თანამშრომლობა მე სიამოვნებს ყოველთვის. მაგრამ ცოტა ახლა ფანტაზიის თვალით თუ შევხედავთ და ვისაუბროთ, რა თქმა უნდა შევხვდებოდი შლიმანს და მის იდეებს და აზრებს გავითვალისწინებდი და იქნებ ისეთი რამეები ეთქვა მას თავისი წინათ გრძნობების, თავისი ხედვები, ხო ვიცი შლიმანი იყო სპეციალისტი, რომელიც აი სადაც ბარს დაასობდა, აი იქ იყო სასწავლები. დაწყებული სხვა არ ვთვლი ერთ ორს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ასეთი ფიგურა იყო, რომელსაც საქართველოსთვის უნდა შემოსვლა და მაგრამ ვერ მოახერხა საბჭოთა ტერიტორიაზე მოხვედრა მან თავისი სოციალური მდგომარეობის გამო და თორემ ალბათ დიდ გამოცდილებას მოგცემდა ეს კაცი ჩვენ. ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. და ეს ჰენრი შლიმანი გერმანელი არქეოლოგი იყო, რომელიც სადაც ბარს დაასობდა, სასწაულებს ახდენდა, ხო? მატროას აღმოჩენით დაწყებული, აქეთ ჩინგისხანის საფლავის გათხრით და დამთავრებული და აფსირტეს საფლავის შესწავლასაც კი ფიქრობდა, მაგრამ რაღაც თავისი ოჯახური სოციალური მდგომარეობის გამო იმ კომუნისტური წყობის საზოგადოებამ არ მიცა მათ ჩვენ ქვეყანაში შემოსვლა, ცხოვრების საცხოვრებლად დაფუძნება და აქაურ ტერიტორიების შესწავლის უფლება არ მიეცა. ძალიან კარგი იქნებოდა. ხო, საინტერესო იქნებოდა. ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა ამ ადამიანის მოსვლა და ბევრ საიდუმლოს ახდიდა ფარდას ჩვენ ასე ვფიქრობთ. და ერთადერთი ალბათ რაც მაინტერესებს, ერთადერთი არის, ბევრი რამე მაინტერესებს, მაგრამ ერთ-ერთი არის თამარ მეფის საფლავის ამბავი მაგალითად და შეიძლება ამ კაც აღმოიჩინა. თამარ მეფის საფლავზე ის იქნება არ დაფიქრდებოდა, მაგრამ ხო, ცოტა რთულია მისი თამარ მეფე ჩვენ მაინც ვიცით რომ ის მეფეთა საძვალეში არის დაკრძალული და გელათის მონასტრის მიმდებარედ არის საფლავი მისი. კი ბატონო. ჩვენი რადიო გადაცემა დასასრულისკენ მიდის და ახლა აი ბოლოს გემრიელი ლუკმა რომ მოვიტოვოთ, რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს ამ გამოცდილებიდან, ამ გადასახედიდან, რომლებიც პროფესიის არჩევის გზაზე არიან, უყვართ ისტორია და ზოგადად რა რჩევებს მიცემდით, ეს იქნება საინტერესო. ახალგაზრდები იცით რა არის? მინდა ვთქვა რომ არა, არც ისე რამდენად მართალი იქნება, პატრიოტული სულისკვეთება უფრო მეტი და მაღალი უნდა იყოს. ოდითგან მახსოვს, რომ სასწავლებლების ფაკულტეტები
ძვირფასი სასწავლებელი იყო, რა თქმა უნდა, სამედიცინო, შემდეგ იურიდიული და შემდეგ ისტორიული ფაკულტეტი. ეს სამი გამორჩეულად განსაკუთრებული საინტერესო და მიმზიდველი ფაკულტეტები არსებობდა. მაგრამ დღეს რატომღაც ახალგაზრდობა უფრო ისეთი სპეციალობისკენ იხრება, სადაც მეტი ეკონომიური შემოსავალი იქნება. აი, დაგვიდგა ის დრო, როცა ცხოვრების პირობები დამოკიდებულია მომავალ ეკონომიკაზე. აი ეს ის დრო იყო, როცა ყველა ერთიანად ცხოვრობდა და იმდენად არ ფიქრობდა. აი დღეს წავიდეს, მინდა გვინდა ჩვენ მით უმეტეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი უფასოა. უფასოა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და ახალგაზრდა მოხდეს ამ სპეციალობაზე, ჯერ სწავლა ხო უფასო ექნება და შემდეგ საკუთარი კუთხის ისტორია შეისწავლოს, იქნებ დაინტერესდეს და შესწავლის ძირეულ საფუძვლებზე გადავიდეს მან. ავიღოთ ეთნოგრაფია, ავიღოთ არქეოლოგია, ავიღოთ ისტორია, უყურებს სტუდენტი რომ შემოსავალი არ არის ბევრი. ამაზე მე ტელევიზიაში გადაცემა იყო და ბატონი ზაური საუბრობდა და აი მე იგივე ტკივილი გაგვაჩნია ყველას. გვინდა რომ დაინტერესდეს ხალხი, აწყდებოდეს ამ სპეციალობებს, რომ ჩვენი წარსული მაქსიმალურად გამოვაჩინოთ და გამოვაშკარავოთ. და ეს იქნება ჩემი თხოვნა მომავალი ახალგაზრდების მიმართ, რომ დაინტერესდონ, კუთხით როცა კარგი სპეციალისტები დადგებიან, შემოსავალიც კარგი ექნებათ, მათ ამის პირობას ვაძლევ მე. ექნებათ კარგი შემოსავალიც და დაადგონ ისტორიის შესწავლას, გახდონ ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, სამუშაო აუვარებელია. ჩვენ ქედის ისტორიის მუზეუმის დაფუძნებამ ქედაში შეძლო ისტორიის შესწავლის საძირკველის ჩაყრა მხოლოდ. ამას თაობები და წლები დაჭირდება, რომ ქედის ისტორია შესწავლა მოხდეს ბოლომდე. გთხოვთ ახალგაზრდებო, გახდით ისტორიკოსები და გააგრძელეთ ჩვენი კუთხის შესწავლა. კი ბატონო, ერთ ჩანართსაც გავაკეთებ. ერთია, როცა შემოსავლებს უყურებ პროფესიის არჩევის დროს, მაგრამ მეორე არის, როცა გულით გინდა იმ საქმის კეთება, რაც ძალიან გიყვარს. ამიტომ ახალგაზრდებს, რომლებსაც ისტორია, განსაკუთრებით ეს თარიღები, პროცესების ანალიტიკა განსაკუთრებით უყვარს. ვფიქრობ, ის პროფესია ისტორიკოსობა, რომელიც მათ სამომავლოდ გამოადგებათ და ასე თუ ისე შემოსავლიანიც იქნება. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს გადაცემები არ მინდა რომ იყოს რაღაც ფორმალური ხასიათის, ასეთი უშუალო თბილი დამოკიდებულებებით ასრთა გაცვლით მიმდინარეობდეს და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს საკმაოდ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. წარმატებებს გისურვებთ და მე მჯერა რომ იმ 60 კვადრატიდან დღეს საკმაოდ დიდ აუდიტორიას აცნობთ ჩვენ ქვეყნის თუ რაიონის თუ მუნიციპალიტეტის ისტორიას და წინ კიდე ბევრი გეგმები გაქვთ. მადლობა თქვენს გადაცემას, მადლობა თქვენ ასეთი პროფესიონალური კითხვა-პასუხის წარმართვისათვის და თქვენი რადიოც მსმენელებით გამრავლებული იყოს და დიდი ინტერესით დალოდებოდნენ თქვენს ინფორმაციას მისაწოდებას. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის, ჩემთვის როგორც დილეტანტი ამ სფეროში და ისტორიაშიც ცოტა არ იყოს ამ გადაცემაზე ნერვიულობდი, როგორ წავიდოდა კითხვა-პასუხის რეჟიმი, ზოგადად ეს ჩვენი საუბარი და შეფასება, რა თქმა უნდა, ჩვენს მსმენელისთვის მიმინდია. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა.